გამარჯობათ მეგობრებო, დღეს გავივლით ადამიანის საჭიროებებს. ერთი ან რამოდენიმე ვიდეო უკვე არის ჩემარზე. მაგრამ მასალის დასამტკიცებლად ჩვენში ისევ ინტეგრირება რომ მოხდეს, კიდე გავიაროთ, ან აქ იქნება უკვე სავარჯიშოები. მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რაც მართავს თითოეულ ჩვენგანს ყოველ წამს. ხშირად ისე, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ. ეს არის ადამიანის საჭიროებები. მარტივად რომ თქვა, საჭიროება არის შინაგანი დეფიციტის, დანაკლისის განცდა, რომელიც ორგანიზმ აქტივობისკენ უბიძგებს. ეს არის ბიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური ძრავა. სპირალური სწავლების პრინციპით მოდი ჯერ შევხედოთ საფუძველს. ჩვენი ორგანიზმი მუდმივად მიისწრაფვის ჰომეოსტაზისკენ, ანუ სტაბილურობისკენ. წონასწორობისკენ. როდესაც ეს წონასწორობა ირღვევა, იბადება საჭიროება. საჭიროება არ არის უბრალოდ სურვილი, თვითონ სიტყვიდან გამომდინარესაც ხვდებით, რომ ეს არ არის უბრალოდ სურვილი, ეს არის საჭიროება. სურვილი არის კონკრეტული ფორმა, რომელიც ეს საჭიროება იღებს კულტურისა და პიროვნების მიხედვით, მაგალითად, ჩიმშირი არის ბაზისური საჭიროება, ხოლო პიცის ან ხინკლის მოთხოვნილება უკვე სურვილი. ამ განსხვავების გაგება არის პირველი ნაბიჯი საკუთარი თავის მართვისკენ. პირველი ჩვენი პრაქტიკული სავარჯიშო იქნება საჭიროება თუ სურვილი. ესე იგი, აიღეთ ფურცელი და კალამი, ჩამოწერეთ 3 ნივთი ან მიზანი, რომელიც ბოლო 1 კვირის განმავლობაში ძალიან გინდოდათ და ახლა თითოეულ მათგანს დაუსვით კითხვა. რა ბაზისური მოთხოვნილება დგას ამის უკან? ჩამოწერეთ 3 ნივთი ან მიზანი, რომელიც ბოლო 1 კვირის განმავლობაში ძალიან გინდოდათ და თითოეული მათგანს დაუსვით კითხვა, რა ბაზისური მოთხოვნილება დგას ამის უკან. ეს არის ფიზიკური გადარჩენა, უსაფრთხოება, აღიარება თუ სიყვარული. გაფილტრეთ ზედაპირული სურვილები და მიაგენით ფესვს. კარგი, ვისაც უნდა ის გააჩერებს, პაუზას დააყენებს და თვითონ გააკეთებს ამ სავარჯიშოს. მეორე არის ბლოკი, არის საჭიროებათა იერარქია, ანუ მასლოს პირამიდა და მის მიღმა. ახლა გადავიდეთ შემდეგ დონეზე, მას შემდეგ რაც განვმარტით რა არის საჭიროება, უნდა დავინახოთ მათი სისტემა. ყველაზე ცნობილი მოდელი აბრაჰამ მასლოუს ეკუთვნის იერარქიული პირამიდა საჭიროებების. პირამიდის საფუძველში არის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, საკვები, წყალი, ძილი, შემდეგ მოდის უსაფრთხოება, სოციალური კავშირები, ანუ სიყვარული და მიკუთვნებულობა რომელიმე სოციალურ ჯგუფს, აღიარება და ბოლოს თვით აქტუალიზაცია, საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზება. თუმცა, თანამედროვე ფსიქოლოგია გვეუბნება, რომ ეს პირამიდა არ არის მკაცრი კიბე იერარქიული. ჩვენ შეგვიძლია განვიცდიდეთ შემოქმედებითი თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებას მაშინაც კი, როცა ფინანსურად ან უსაფრთხოების დონეზე ბოლომდე სტაბილურად ვერ გრძნობთ თავს. საჭიროებები უფრო მეტად გავს ერთმანეთში გადახარდულ დონეებს, ან დინამიკური სისტემაა, მოძრავი სისტემაა. აქ მეორე პრაქტიკული სავარჯიშო იქნება იმისთვის, ვისაც უნდა, ამის გაკეთება. შეაფასეთ მასლოს 5 დონე თქვენ ცხოვრებაში ამჟამად 1-დან 10-მდე ბალით. სად გრძნობთ ყველაზე დიდ დეფიციტს ამ სისტემაში და დააკვირდით რამდენად მოქმედებს ეს დეფიციტი თქვენს ყოველდღიურ განწყობაზე. ჩვენ გადავდეთ მესამე ბლოკზე, შინაგანი ფსიქოლოგიური საჭიროებები, თვითდეტერმინაციის თეორია. მესამე ნაბიჯი ჩვენს სპირალში გვაჩვენებს უფრო ღრმა ფსიქოლოგიურ დონეს. დესისა და რაენის თვითდეტერმინაციის თეორიის მიხედვით, ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მოტივაციის განსაზღვროს 3 ბაზისური მოთხოვნილება: ავტონომია, საკუთარი არჩევანის ქონის განცდა, კომპეტენტურობა, გრძნობა, რომ რაღაც კარგად გამოგდის და პროგრესირება მასში და კავშირი სხვებთან, მიკუთვნებულობა და სიყვარული. თუ თქვენ სამსახურში ან ურთიერთობაში გაკლიათ ერთ-ერთი მათგანი, თუნდაც ბევრი ფული გქონდეთ და მაინც იგრძნობთ გადაწყვეტას და დაუკმაყოფილებას, ეს არის შინაგანი ბედნიერების საყრდენი ბოძები. აქ მესამე პრაქტიკული სავარჯიშო იქნება 3 ბოძის აუდიტი.
და ფიქრდით თქვენ ძირითად საქმიანობაზე, სამსახურიან სწავლა. გადაანაწილეთ 100% ავტონომიის, კომპეტენტურობასა და კავშირს შორის იმის მიხედვით, თუ რამდენად არის ისინი დაკმაყოფილებული თქვენ ცხოვრებაში, რომელი კომპონენტი საჭიროებს სასწრაფო ყურადღებას. ბლოკი მეოთხე. საჭიროებების კონფლიქტი და დესტრუქციული ჩანაცვლება. წინ მივიწევთ ახლა განვიხილოთ სიტუაცია, როდესაც საჭიროებები ერთმანეთს ეჯახება. მაგალითად, უსაფრთხოების მოთხოვნილება, ანუ სტაბილური, მაგრამ მოსაწყენი სამსახური, უპირისპირდება განვითარებისა და ავტონომიის მოთხოვნილებას, საკუთარი ბიზნესის დაწყება. ეს იწვევს შინაგან კრიზისს. კიდევ ერთი პრობლემა დესტრუქციული ჩანაცვლება, როდესაც სიყვარულისა და კავშირის დეფიციტს ადამიანი საკვების ჭარბი მიღებით იღებს. სიყვარული უნდა და კავშირი სხვა ადამიანთან, მაგრამ მაგის მიგრულ ჭამს ბევრს. ფიზიოლოგიური დონე ან სოციალურ ქსელებში მოწონების დევნით აღიარების დონე ანაცვლებს. ეს დროებითი ილუზია, რომელიც რეალურ პრობლემას ვერ აგვარებს. გაიხსენეთ თქვენი მავნე ჩვევა, მაგალითად სოციალური ქსელების უმიზნო თვალიერება, ტკბილეულების ჭამა სტრესისას, რა რეალურ ფსიქოლოგიურ საჭიროებას მალავთ ამ ქცევით. ჩაწერეთ ალტერნატიული ჯანსაღი გზა ამ საჭიროების დაკმაყოფილებლად. ჩვენი სასწავლო სპირალის ბოლო წრეზე ჩვენ ვაერთიანებთ ყველაფერს, ადამიანის საჭიროებების ცნობა და მათი დიფერენცირება არის ემოციური ინტელექტის საფუძველი. როდესაც ადამიანი მოусვენრა და მან უნდა კითხოს საკუთარ თავს, რა მჭირდება ახლა რეალურად. გრძელვადიანი ბედნიერება და გარმონია მიიღწევა არა მაშინ, როცა ყველა მოთხოვნილება იდეალურად და დაკმაყოფილებული, იმიტომ რომ ეს შეუძლებელია. არამედ მაშინ, როცა ჩვენ ზუსტად ვიცით, რა ხდება ჩვენ შინით. არ ვეებრძვით საკუთარ მოთხოვნილებებს და ვირჩევთ მათ დაკმაყოფილებას ეკოლოგიურ, პროდუქტიულ გზებს. ეს არის თვით გამორკვევისა და სიმშვიდის გასაღები, მეგობრებო. მეხუთე პრაქტიკული სავარჯიშო დღევანდელი სამოქმედო გეგმა. დღეს შესრულებული სავარჯიშოების საფუძველზე დაწერეთ ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომელსაც გადადგამთ უახლოესი 24 საათის განმავლობაში თქვენი ყველაზე დეფიციტური საჭიროებების მხარდასაჭერად, მეგობრებო.